აი მაგალითად ბოლოს რომ მიცდია რომ აი მაგალითად უყურო რაღაც ფილმს, ხო? და აი ჩავწერე, აი როგორ უნდა მოძებნო ფილმი, დიდად თუ არ გცალია რომ ფილმი საკვირდებოდა, აი რაღაც ჟანრს წერ და ტოპ 10 ამ წელს გამოსული, კარგი რაც არის, აი მაღალი რეიტინგი რაც ქონა. აი მაგალითად ჰორორი, საშინელებათა რაც ნამდვილისა დასახელდა ისა სიტყვა რო თქვა უჟასები რომ ჩვენ ბავშვობაში როგორ უჟასები ჰორორი არის და უჟასი ვიცი უჟასი რომ ნახო ხო ბიჭო როგორია იცი უკვე აი ხო ჩართავა რა ეხა რეკლამაშიც ჩანს რა ადრე ხო იყო აი უჟასი შინაარსი იყო უბრალოდ საშინელი უნდა იყოს რავი ელიენი იყო მაგარი პრედატორი ამოცანა არის რომ აი რამე აზრს კი არ გეუბნა უბრალოდ ეგზორცისტი რაღაცა ისეთი იყო რა გძაბავ რაღაცა აზრი თუ არ არის ჩათხრილი ეგეთ უჟასი ყველა ფილმი თანამედროვე არის ევროპიდან გამოგზავნილი წერილის აი როგორი შინაარსი იცი ვიღაც თეთრი რელიგიური მრაკობესი რომელიც თავის შვილს ზრდის რაღაც ბოროტებად რელიგია აპრიორი ბოლო აი რელიგიური ვინც არის ცუდი ტიპია თეთრკანიანი მამაკაცი რელიგიური ვინც არის ეგ არის ჯოჯოხეთის აი მაგალითად სასულიერო პირი უეჭველი მანიაკი და ან პედოფილი იქნება აუცილებლად და პოზიტიური ვინ არის აი გენდერ queer ფლუიდური ლესბიაკა შავკანიანი მარტოხელა დედა აი რაღაც აი ყველა მაგ ყოტას რო ერთად აკმაყოფილებს ეგ იქნება აი მაგალითად ამასე ჩავრთე აი მაგის დემონსტრირება არის ისა რა ქვია აი ისევ სწორი დასახელება რო გამოიყენე ხიშნიკის ბოლოს სერია ხიშნიკ პროტივ ჩუჟოვა არა აი ხიშნიკი ბოლოს სერია აი დრედებიანი აი პირველი სერია ხო იყო ხო მაგარი და ხიშნიკის წინა მეორეც მაგარი იყო ნიუ-იორკში ვარ ხო და აი ბოლოს სერია არის ევროპიდან გამოგზავნილი აი გოგონა ინდიელი გოგო და გოგონა კლავს ხიშნიკს როგორ კლავს იცი აი ასე დაიჭერს და პროსტა გაწევს აი არაფერი რაღაცა ჭკუა გამოიყენა პროსტა მუშტის სახეში რა ანუ მანამდე მაგ ხიშნიკმა აი იდაყვებით თემს რა გაიგდებს თან როგორა მთელი ტომი იქ თან ის ბრაკონიერებით ზედ მიაყოლა და ეს გოგონა მერე ანუ პირველ ფილმში შვარცნეგერი პროსტა გაექცა და რაღაცა ხვა და მორი დაეცა თავზე და იმას თავი აიფეს როგორ გამოიყურება აი ხო ახსოვს რა და შვარცნეგერს ვერ გაუკაჩა სიუჟეტურად ისეა რომ არანაირი შანსი არ აქვს და ჭკუის გამოყენებით მოტყუებით აჯობებს რა და ბოლო სერიაში ეს გოგო 45 კილოიანმა გოგონამ ადლეცებმა შეიძლება ვიღაცა თქვა რომ რა მოხდა ეხლა მაღაზიაზე ნერვიულობ ჩხუბში მოერია არ ვიცი შეიძლება ვამეტებ და ეგ არავინ არ უნდა თქვას გეთანხმებით მაგრამ შეიძლება ვიღაცამ თქვას მაგრამ დარჩენ შინაარსი რა მაგრამ ვიღაც გოგოა რომელიც აი ამას არ უშვებენ მონადირეობაზე და არა არ უშვებენ ყველა ბალე გენდერულ სტერეოტიპებში ყველა გულშემა არა ეგრე კი არ არის ეგრე ყველა გულშემატკივრობს აი ყველა თავზე დასტრიალებს აი ნეტა ამან გაიმარჯვოს აი ეგეთ განწყობაზე ყველა და ამ გოგოს არავინ არ ევასება და რა ვიცი ბოლოს მოკლავს ხიშნიკს აი ყველას გაუხარდება ჯიგარი ხარ რომ მოკალი და ამას მაინც არ ევასება ის ეგ რასერჩის იმ ხალხს აი ეხლა ხო გივარი Netflix-ის ეპოქა იმიტომ რომ ისინი პატრიარქალური ძალადობრივი მამაკაცური მასკულინური ის არის ეხლა ხო Netflix-ის ეპოქაა და სერიალების რაღაც ის არის წარმოუდგენელი ინდუსტრიულ დონეზე მიმდინარეობს დაბეჭდვა ამ სერიალების ყველაფერზე სერიალებს იღებენ მანდაც აი წარმოუდგენელი რაღაც შინაარსის სერიალები აი როგორი რაღაცა იცი რო არ არსებობს ბუნებაში ეგეთი ურთიერთობები ეგეთი საუბრები რო არ არსებობს აი რატომაც ერთმანეთს ებუტებიან რა პრობლემები რა კონფლიქტებიც ხდება აი რა ლოგიკით მამა არ ელაპარაკება შვილს აი ეგეთი არ ვიცი ბუნებაში მე არ მინახია ეგეთი ურთიერთობები
აი ყველაფრის დეგრადაცია მიმდინარეობს. აი მაგალითად 2000-იანების იქით სერიალების ყურება უკვე წარმოუდგენელია. აი 2000-იანების სერიალები კარგია, თუმცა იქაც ეტყობა. აი პირველი სეზონები კაია, მე-6, მე-7 სეზონი უკვე რაღაც უკვე ტრეში ხდება ხოლმე. თუნდაც კაი სერიალიც რო იყოს, აი სოპრანოს კლანი ხო ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მაგარ სერიალად. აი პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე სეზონი კაია, აი მე-6 სეზონში უკვე ბოლოს რაღაც ტრეში ხდება რა. სამი მუშკეტერი რო არის ფილმი და დარტანიანის ზანგი რო არის და რო უყურებ ამას და აი ეგეთ სერიალი იყო? კი, კაცო. ჰა, ხო, ვიცი, რო ჩავარდა მე. ანუ აქილეს ხო იყო. ვაფშე არაფერი პრობლემა არ მაქვს, გინდა ზანგმა ითამაშოს რაღაცა როლი, გინდა ავი ჩუქჩამ, ვინც გინდა ითამაშოს, აი დარტანიანი ზანგი რატო არის, შეგიძლიათ ვინმე ამხსნა. აი რა მოხდა, აი გასკონელი არის, აი როგორი მთელი დარტანიას მუღამი რა არის, მუშკეტერში, რომ გასკონი არის სამხრეთში, მისი საფრანგეთის და აი აქცენტზე ეტყობა, სოფლელი ჩამოვიდა პარიზში რა და ის აქვს. ზანგი რატო გახადეთ დარტანია თქვენ დედავაცი აი ხო აი ბათხარი რომ აი უყურებ და აი გადაწევი და აი აღარ შემიძლია ამის ყურება ტელევიზორსო დაცხრილავ რა დარტანიანი კი არა კაცო ფიფქიაში როლში გადაიღეს დაკინოსი აი ფიფქია ხვარი რომ თოვლივით თეთრი კანი ქონდა და ფიფქიას ეძახდა ფიფქია აი გაჩვენეთ რანაირი ვიღაცა გადაიღეს მაგარი მემები მიშელ ზიგლერი არის ხო იმ მსახიობს ატირეს ეგ მსახიობს იმდენი არა ეგ მაგ მსახიობმა ისეთი ილაპარაკა რომ ატირეს რა ვიცი და თან როგორ გადაიღეს იცი პრინცმა კი არ გადაარჩინა ეს თვითონ გადაირჩინა ძლიერმა დამოუკიდებელმა ფიფქიამ თავი თვითონ გადაირჩინა ისე რომ პრინცი არ ჭირდება ეს გადაიღეს ფიფქიას როლში რა გამოიტანეთ აი ფიფქია ხო აი ეს რა ეს არის ფიფქია ან ფაქტიურად ზანგია რა ვიცი აი ფიფქიას როლში გადაიღეს და მე ამან მე არ ვიცი ეს რა არის მაგრამ ფიფქია რო არ არის ვიცი და რატო დაერხა იცი ამ იმას მსახიობს ძალიან ცუდად ჩაიარა ამის მოღვაწეობამაც თელმა ფილმმა და ყველა მაგინა და გალანტ ამან ის კი არა რომ ფიფქია არ არის ამან ილაპარაკა ერთ-ერთ ინტერვიუში რომ ეს რაღაცა ფიფქია მულტფილმი არასოდეს არ მევასებოდაო იმიტომ რომ ხო და აი მე მაგას არასოდეს და ერთხელ მაქვს ნანახიო არასოდეს არ მევასებოდაო იმიტომ რომ რაღაცა ცოტა ისაო რა იზრაშენცული ის იყო აი რაღაცა კოცნით მივიდაო და მძინარეს აკოცაო ფიფქიას იმ პრინცმაო ეგ ეხლა არ არისო ის გარყვნილი ადამიანის ქმედება ფაქტიურად გაუპატიურებია ხო და იძალა და სექსუალურადო და ფაქტიურად მისი ნების წინააღმდეგ ამ გოგოს ნების წინააღმდეგ და საერთოდ რაღაცა ეს მასკულინური იმეს მაგაზე არ არის ჩვენი ფილმიო ჩვენი ფილმი არის ქალზე რომელმაც ის რომ ის ლიდერი შეიძლება იყოს ესენი ლაპარაკა და მას არავინ არ სჭირდება ყველა მაგი იმისთვის რომ წარმატებული დამთავრდა მის ის თავისით გაკაჭავს და ბიჭო აი მე მაგას ვიძახე შვიდად კი ვეღარ უყურებ კინოს აი ასეთ კვერცხობას ჩაკთხრია და კიდე მე რაზე მაქვს იცი პრობლემა ბიჭო აი დაუშვათ გინდა ეგეთ ქალზე ფილმის გადაღება აი ძლიერი დამოუკიდებელი ქალზე ბიჭო რავი დაწერე ეგეთი სცენარი აი მე რა არ მესმის აი არის ფიფქიას ზღაპარი სადაც პრინცი უნდა მოვიდეს და აი დაანებე რა ამას თავი და აი რაღაც აი ჯეიმს ბონდი ქალი დაწერა აი როგორც ხო იყო ჩემ ბავშვობაში იყო ეგეთ სერიალი ნიკიტა სადაც ვიღაცა შპიონი ქალი იყო ვიღაცებს ხოცავდა ვიღაცებს ცემდა აი ძლიერი დამოუკიდებელი ქალი იყო ვაფშე რატო არ იყო იცი ეგ პრობლემა აი ცალკე ვიღაცა ადგა და ჯეიმს ბონდის ნაირი ოღონდ ქალი მოდი დავწეროთ მოვიფიქროთ ცალკე აი ჯეიმს ბონდში ჩავთხაროთ ქალი კი არა სხვათაშორის ცალკე მოვიფიქროთ რამე და რამის გაკეთება თუ გინდათ კაცო დაწერეთ ისე ფიქრიათ რავი რაც გინდა გაიკეთება არიელი არ გინახავთო ჩვენთან მოვიდა დონაცია აი მართლა აი ო ეგეც გადაიღე ეს არის ქალთევზა არიელი ანუ ეს ხო იცით აი ბავშვობაში under the seas რომ ღეროდა რაღაც პატარა ის აი აქ შედარება ეს ხო იყო არიელი
და ეს გადაიღეს რატო აკეთე? აი კასტინგი ვინც ჩაატარა მეიმის ყველაფერი. ანუ აი როგორი რაღაცაა, იცი? არც ვიცი აი კინემატოგრაფი დაგვაკარგიეს რა. გეუბნები აი. Walt Disney სულში ჩააბა. აი გეუბნები ტერმინატორს რა უკ ტერმინატორის ტერმინატორიც ეგ არის, კი. ტერმინატორის გამო გეუბნები აი ჩვეულებრივად ბიჭო ბავშვობაში აბაროტია ასაღები ინტელიგენტი დაო. არა მაგას დაუ ტერმინატორი როგორი თემა იყო, იცი? ტერმინატორი მოერეოდა თუ რობოკოპი, მაგის გამო ბავშვობაში ეზოში ჩხუბობდით ხოლმე. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო, ეგრე არ იყო ეს ეგ. იცი პატარა ვიყავი, გაიგე? პატარები ვიყავი და ეზოში ვკამათობდით, რომ ტერმინატორი მოერევა თუ რობოკოპი. გაიგე და რომ ვკამათობდით. ნუ მე ვამტკიცებდი რომ ტერმინატორი მოერევა, გაიგე და ის მოწინააღმდეგე ბავშვმა მამამისი დაინახა და მოდი იმას კითხოთ და მამამისი ავტორიტეტი სერიოზულად ვარჩევდით და არა ეგ ყველაფერი მოგონილია ვისგან. ვიცი რომ მოგონილია, მაგრამ აი რო არსებობდეს და ასეთი მოხდეს. აბკაზო ვერ გავაგებინე რასეუბნეო და ნუ აზრი არა აქ და მე ჩვენ ვარჩევ. არიცი შენ. ეგ იყო აი როგორი ეპოქა, იცი, მაგაზე გავიზარდეთ, მაგაზე კამერა. ეხა ეს ბოლო წელი ტერმინატორი გახადეს ბოლოსთან შვარცენეგერის შესრულება, ბიჭო. არ ვიცი, აი ანუ არაფერი წმინდა აღარ დატოვე. ბეიბისიტერად გადააკი. კი, ან ტერმინატორმა ბოლოს სერიაში გამოხდა, რომ ამ ტერმინატორს დიასახლისა კონორი დაუმთავრდა მისია, წავიდა ვიღაცა ცოლად მოიყვანა, ვიღაცა იშვილა, იმათ ზრდიდა და პამპერსებს უსულდა და სახში დიასახლისია. აი შეუჩერებელი მანქანის ნაბიჯების ხმა, რომელიც მოდის და იცი რომ ვერაფერი ვერ გააჩერებს, ის არის შენ განწირული ხარ, იმიტომ რომ მას უბრალოდ მისია აქვს რომ ჯონ კონორი მოკლეს და გავიდე ცოტა ხანი და მე ბავშვებს პამპერსებს უსვი და თქვენი ტერმინატორი გააპიდარასდეს რა უნდა ელაპარაკო. აი ჩემამდე ეგ ვერ დადის, აი მართლაც ძალიან ბევრი მიფიქრია მაგაზე. აი რიდლი სკოტმა ხო გადაიღო გლადიატორ 1, რომელიც მართლა ძალიან კაი ფილმია. შეგიძლია აი 10 ჯერ უყურო იმდენად. ყველანაირი თვალსაზრისით საინტერესო და სასიამოვნოა საყურებლად. მე იგივე რიდლი სკოტმა, უბრალოდ ცოტა მან ჩემი ვერსია მაქვს, იგივე რიდლი სკოტმა რანაირად გადაიღო ტრეშ გლადიატორ 2, რომელიც აი ერთხელ ძლივს უყურე და ისიც რატომ უყურე და ცხოვრებაში რომ მეორეჯერ აღარ უყურე. ტერმინატორიც იგივეს გადაღებული. ვიცი, ისიც ბოლო იგივე იმან კემერონმა გადაიღო და მე რა მგონია მან რა ხდება, იცი? უბრალოდ აი ამ ისინი ხო ღრმა სიბერეში არიან, კაცო, 80 რაღაცა წლის არის რიდლი სკოტიც და მე მგონი კემერონიც. მე მგონია უბრალოდ მათი სახელის გამოყენება გააკეთა. რაღაცა ვიღაცა გენდერულად ნეიტრალური ეს ფემინისტი, queer non-binary ისა რა ქვია იმათ, ბინარული, ბაინერი, რაღაცა ეს პროდიუსერები და რეჟისორები მერე იღებენ ეგეთ ტრეშობებს. არ არის ლოგიკა შეიძლება რომ აი მაგალითად რამი ვაჩოვსკები რო იყვნენ და მერე ძმები ვაჩკოვსკები რო გახდნენ და მერე გადაიღო და აი მატრიცა არ ტრანსფორმერები რო გახდნენ. ბოლო მატრიცა ნახე? ბოლო მატრიცას მაგას ვერ უყური. ბიჭო, აი ეხლა გითხავთ რა. პროფესიონალი გახსოვთ ბელმონდო რო თამაში? კი, როგორ არა. პროფესიონალი ლეგენდარული ფილმი. ეგეთი ფილმები რატო აღარ არის? აი გეების ბრალია ყველაფერი. აი, ოღონდ მართლა. ანუ ეგ ხო არის, აი, ეხა იქითა პლაგი ხო ჩვენ პლაგს ეგეთ რაღაცებზე, ეხა და გეების ბრალი ყველაფერი, აი, ხალხო ამ შემთხვევაში მართლა ეგრე არის, აი, დედა უტირეს კინემატოგრაფს რა ეგრე. არა, ხო, ნუ არა, გეების ბრალის ფლად არ არის, იმიტომ რომ გეებსაც ძალიან მაგარი ფილმები გადაუღეთ, ანუ რაღაცა ეს ტრეშ ბოლო სტადია ლიბერალიზმის რაც ეხლა არ ვიცი, აი თავი იჩინა, აი მაგათი ბრალია ყველაფერი რა. მე არ ვიცი, აი
ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით ხოლმე მაგაზე, რომ აი სოფლიო კინემატოგრაფის ისტორიაში ალბათ ერთი სცენა რო დაასახელო ყველაზე მაგარი, ჩემი აზრით არის კარგი ცუდი ბოროტში რო არის აი ბოლო დუელი სამნი რო დგანან და მორიკონეს მუსიკა რო ადევს რა. და არაფერი კი არ ხდება, უბრალოდ კადრები იცვლება და ამ მუსიკაზე ისეთი დაძაბულობა არის, აი 100 ჯერ ხომ აქ ეგ ფილმი ნანახი. 100 მეერთედ რო უყურებ მორიკონეს მუსიკას და სერჟიო ლეონეს მაგ დრამატურგიას, ბიჭო, აი 100 მეერთედჯერ მგონია რომ მეოთხე მევდგავარ იქ. და აი ეხლა მან რო ამბობ რომ დედა ეტირა რაღაცას და ვიღაცა რო გენება არაკაცო თქვენ რაღაცებს იგონებ. ავიცმაო, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს შავკანიანი არიელი და ფიფქია და ძიძა ტერმინატორი და ისა ხიშნიკს რო 45 კილო გოგო სახეში პადლეცებით ცემს. რავი, თუ თქვენ გისწორდებათ მაგის ყურება, რა ვიცი. მე დიდი ხანია მაგალითად თანამედროვე ფილმებს უბრალოდ ვერ უყურებ. ერთადერთი რატომაც უყურებ, აი ზოგიერთ ფილმს თუ ძალიან გახმაურდება, აი ძალიან შეაქებენ, მაგ თვალსაზრისით მაინტერესებს, აბა რამდენად მართლა ღირს და შესაფერისია. დანარჩენი 70-იანები, 80-იანები, 90-იანები. მაგარი რაღაც დაგვიწერეს რა, რომ ანა სულიკაშვილი გვწერს, რომ ამათ რო კითხო, მაია წყნეთელსაც ლესბიანკად გახდიან ან ტრანსგენდერად. აი უეჭველი ეხა რო ვიღაცამ მაია წყნეთელზე ფილმი გადაიღოს, რახან ომში წასასვლელად კაცის ტანსაცმელს იცმევდა, ესენი გააკეთებენ რომ ტრანსგენდერი იყო. აბა კაცის ტანსაცმელს რატო იცმევდა? ომში რო წასულიყო, მაგიტო იცმევდა. ანუ, მაგრამ ამათ ტვინში მართლა ბიჭო ეგრე ფუნქციონირებს რა.